Raxa შენ მოხვედი ძმაო რა. Აი რად გინდა ეგ ტელეფონი გამაგებინე რა თუ არ ხმარო გირეკა მთელი დღეა. ხმა მქონდა გათიშული. და არ მესმოდა. ვერც კი წარმოიდგინე რა მოხდა. კიდევ ვინმე ნახე ალბათ ვინმესთან ერთად ხო? არა. ეგ ამბავი რომ დამევიწყებინა და გული გადამეყოლებინა, გვერდზე ქუჩაზე რო სლოტ კლუბი არის, იქ შევიარე. ამ დილაუთენია ბიჭო? მე რა, მან არც დრო იციან და არც საათი. და რა ქენი? რა კი არა. ამ კასპერას პრემიას რაღაცა შელოცილი აქვს რა. აი როგორც კი აპარატთან დავჯექი, ეგრევე ყუშის მოხსნა დავიწყე. არეშვები ხო აი? მოგებას? არა. თან? საუკეთესო და ზვირიანი ლუბი მოვიდა. არ გესმის ძმაო შენ და მომაწოდე ეგ ლუბი ხომიც. შენ კიდე მეუბნები არაო. შენ შვიო. სახლში ხარ? არა, ჩემო სიყვარული, კლუბში ვარ და კოქტეილს და ვარ ახლა. არა უშავს, ეგ დროც მოვა. ეგ დრო კი არ მენატრება, უბრალოდ თქვი რა. ვითომ მივწმე? რაიგო მოიწყინე? არ ვიცი, გიორგი. უვიწყინაზე უფრო მეტად მე მგონი გაღიზიანებული ვარ. კიდე სადმე წავიდეთ? სად? ნუ კლუბში არა, მაგრამ კარგ ლაუნჯში წავიყვან. რა მინდა ლაუნჯში, რა უნდა ვქნა? რა ვიცი რა და რასაც აკეთებენ ადამიანები ლაუნჯში, გემრიელი სალათი და წვენი დამიე. მაგ სალათს და წვენს სახში ვერ დავლევ თუ შევჭამ. კარგი, მაშინ მითხარი რა გინდა და სახლში შევუკეთოთ და აქ ვივახშმოთ. არ მინდა სახში ყოფნა და ვიღალე, სულ სახში ვარ. კარგი, მითხარი მაშინ რა გინდა და რაც გინდა ის გავაკეთოთ. ხო, მართლა? კი. კაი, მაშინ მე გეტყვი რაც მინდა. ეხლა ცოტა ხნის ინსტაგრამს ვსკროლავდი და იქ ხალხი არის ბათუმში წასული, მზის ჩასვლით ტკბება, ზღვის ხედით, ნაყინებს ჭამენ, კაფეებში დადიან, ხო და მეც მინდა ბათუმში. ან და ბათუმი არ მინდა, კახეთი იყოს. რა პრობლემაა, ჩაალაგე წავედით რა. ხო და შენ სამსახურს რას უზამით? რა შენ საქმეა ჩემი სამსახური? ახლა ჩემი სამსახურის და ცხოვრებაც ხარ შენ და ჩემი ბავშვი. სერიოზულად ამბო? აბსოლუტურად. არ არსებობს, ამ წავიდეთ? როდის? ახლავე. რატო ხარ ეგეთი კარგი? შენ უფრო კარგი ხარ. ანუ მე ვერასოდეს ვერ იქნებ ისეთი კარგი როგორც შენ. ვერ გავხდები. მე რას ნიშნავს ხარ? იმას რომ შენ განსაკუთრებული ხარ. მოდი რა უნდა. როდის მივიდივარ? ახლავე. მართლა ჭირს რა? არ მეც აკითხე, მაგრამ ესე ვიცი აკლიმატიზაციის დროს სულ მეძინებაა. ხო, არსებობს ეგეთი ტიპის აკლიმატიზაცია. ხო და ეძინოს რა? ხო, ცდილობ ჩუმად ვიყო. ისევ ჩქარობდი წიგნით შედება დამავიწყდა. არ ისე. მე მაგ რაღაც წიგნით თუ დაგაინტერესებს გათხოვებ თუ გინდა. მე შენ? მეორეც მაგ რაღაც ცოტა სამეცნიერო იმას დავიკითხო. რა კაი ბიჭი ხარ, თუ არ მეძინება და ვსკროლავდი ესე სუპერი. ხო და აი მაგიტომ მოგიკაკუნა ახლა ზუსტ არა ეთერი დედა სამებიც მაინტერესებდა, მაგრამ ვიფიქრე სადმე ხوار გავიდეთ თქო. სადმე პატიჟები? ადმინისტრატორმა გოგო მითხრა რომ ამ სასტუმროს აქვს ძალიან კარგი რესტორანი.
გაჩხენს. ხა, დავიცაბე და დავიღალე დღეს რა ცოტა მოძრობა არ მაწყენდა. მაშინ ეთერი ის და უთქვე წერილი რომ თუ გაიღვიძა ვაიბერში დაგვირგვეს. ყველაფერს აკონტროლებ. ანუ მივდივართ. მოვწესრიგდები ცოტა და 20 წუთში მოგიგაკუნებ. კარგი, ოღონდ მე ქვევით ვიქნები და გვევჩვენე. ბიჭო, ეს შენი თავით რო ტკბებოდი? მაშინ შემოვედი. ისადა შენი მენეჯერის მოადგილე. ბიჭო ლაკოსთან გავუშვი იარაღების მოხსატანად. გუში რატო არ წამძანდა? იყო, გავუშვი გუშინ, არა? ბიჭო კასპერ, ბიჭო, ლაკო არის მომენატრევე. მეც. მაგარია. ბიჭო, რას მეუბნებოდი გუშინ რატო არ მოვიტანეო იმან? იყო მისული მეთქი და არ დახვდა სახში. გუშინ დაქალებთან ერთად იყო წასული და ალბათ მაგ დროს მივიდა რა. ნაშკარად ძალიან სუდროს მივიდა. მომისმინე კობა, შენებზე რა ხდება? ბიჭო, რავი, არაფერს ჩავიდნენ დღეს დილით. საღამოს მივიდნენ კლინიკაში და რავი, არ ეკავს მე მარიამი რა. მომისმინე. თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს რა. ვით ჩემი ძმა. ბიჭო, დღეს ფეხბურთია ხო? დღეს? ხო? ხო, ფეხბურთია დღეს და. ჩემთან უყუროთ რა, ელენი თავის მეგობართან რჩება. ლუდი თევზი რაღაცები დავითრიოთ, ავიდეთ რა. ბიჭო, არ გამოვა დღეს რა. რატო? გუშინ წინ შევკვირდი ლაკოს დღევანდელზე რა, რომ ცხეთაში ახალი რესტორანი იხსნებაო რა და მაგრა უნდა წასვლა რა. აი რა, ზეგდა პატიჟი რა, ხო არ დახურავენ მაგ რესტორანს რა. ბიჭო, არ მინდა რომ ტყუილი გამომივიდეს რა. აი კი. მაგრად ეხავს ურთიერთობაში ტყუილი. მაგრა. ხო და აი მაგიტო არ გამოვა დღეს ფეხბურთი რა. ბიჭო, არ გაგიტყდეს რა. აი რა უნდა გამიტყდეს გადაო. მომისმინე, მე ხა ოთახში გავდივარ. ბუღალტერი უნდა მოვიდეს რაღაც თემები გასავლელი რა და შენ კიდე მიხედე რა საქმეს. მიდი. ბიჭო, კასპერ. ხო. არაფერი. ადრე ნამყოფი ხარ აგა? არა. სულ მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. რატო? რა ვიცი. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ იყო. ელენეც პატარა იყო. კობას რაღაც პრობლემები ჰქონდა. დედა ამერიკაში და მოკლედ საბოლოოდ ჩამოვედი, მაგრამ ცუდი მიზეზით. მოდი დღეს ცუდ მიზეზებზე არ გვინდა ლაპარაკი. მით უმეტეს ყველაფერი კარგად მიდის. ეთერი დეიდას თავს კარგად გიწვევს. ასე რომ დაიმსახურე კუთვნილი დასვლა. ხო, დღეს ყველაფერი დავივიწყოთ და ერთი ჭიქა გვინდა მოვწრობოთ. ისა შენი ადმინისტრატორი გოგო მართალი იყო. სასტუმროც მშვენიერია და რესტორანიც კარგი. მოიცა, ეგ გოგო ჩემი რატოა? კაი, ხუმრობ რატო ფრაზდები. მეც არ მემეტები მაგ გოგოსთვის. ოხ. აბა როგორი გოგოსთვის გამეთ? გადასარევისთვის. რო გადამრიოს? ზუსტად. იცი რა, სანამ არ მიხვდები, რომ გიჟდები ადამიანზე და მის გარეშე ერთ წუთსაც ვერ ძლებ, მანამდე არ უნდა დაქორწინდა. ვაუ. შენ რომანტიკული ყოფილიყო. საშინელი. დარწმუნებული ვარ ფილმებზე სტილი. სულ ქვითინებ. რაღაცას გეტყვი, ოღონდ არავის არ უთხრა. მიდი აბა. ხანდახან მეც ვტირი ხოლმე ფილმებზე, ყურებისას. ოღონდ მე მახსენდება, რომ ბავშვობაში მეუბნებოდნენ კაცები არ ტირიანო და მე რა ჩუმდები. აი, ეგ დებილობაა. რატო არ უნდა იდიოს კაცმა? ვერ ვიტან გულქვა კაცებს. ესე იგი ტირალ კაცები მოგწონთ. ეგ გითხარი? იცი ახლა გიყურებ და სულ ჩვენი ბავშვობა მახსენდება. არა და 5 წელი დიდი ხარ ჩემს და მე კიდე ისე მერიდებოდა ხოლმე შენი. მართლა? კი. გახსოვს ბანკეტი რო გქონდა მე და ნუნუკა რო ამოვედით. ნუნუს ფეხსაცმელები რომ ეცვა გახსოვს? See the ghost up on the hill. Watch as the ocean turns to still. Watch as the fire burns to ash. Watch as your life comes to pass. And goodbye love, goodbye sin. I don't need that voice within anymore. Hear the birds out in the trees.
singing today just for you and me. Hear the voices on the wire as the wind gets a little higher. Goodbye love, goodbye sin, I don't need that voice within anymore. ისე სანამ შენი ცოლი ჩამოვა, იქამდე სულ მაგაით ნამატარო სახლში, ჰა? ხო, უნდა 2 დღეში ჩამოდის. 2 დღეში? მოიცა, მორჩა უკვე შენი სიდედრე. არა, მორჩა. просто ოპერაციის წინა ანალიზებზე იყო ჩასული რა. აუ, ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს რა. ისე სიდედრებზე ამბობენ ეგეთ რაღაცას? აი, დალოცვის პონჩი. მე ვიცი რა სიდედრები მაგრად არ ევასებათ. რავი, მე მაგრამ ევასება ძალიან კაი ხალხია რა. აი, მიდი რა, აი გამიჩენე რა. აქ რა გინდა, სახში არ მიდიხარ? არა, აი აქ სლოტ კლუბი არის და შევალ ცოტას გავერთული. აი, მე გადავები ბიჭო. აქ რა გინდა, სახში არ მიდიხარ? აქ სათამაშო აპარატები აქვს რა და ცოტა ხანი შევალ გავერთული. ბიჭო, გეყოფა მეთქი რომ გეუბნები შენ არ გესმის, ხო? ბიჭო, მაგარ პალასაზე ვარ. ყოველ დღე ვიგებ და ეს პალასა გავაფუჭო, ჰა? კი, უნდა გააფუჭო. იმიტომ რომ სულ ეგრე ვერ იქნები. და წააგებ ბოლოს მაგ ფულს. წავაგებ და წავაგო რა, პრემიას ვაგებ, ხელფას ხო არა. ვითომ არც ამიღია? ან ცუდად ვიმუშავე და არ დამიმსახურებია. ძალიან სულელური თეორიაა ეგ რა. წავიდი. მოდი აქ ბიჭო, გეხვეწები ან სახში წადი ან ბარში წადი ან სადმე სხვაგან წადი, ვიღაცა გაიცანი, ვინმე გაგიცნობს რაღაცა კენი. მომისმინე. ბარში რო წავიდე და ვიღაცა გავიცნო, ფული ხო მინდა? სადღაც ხო უნდა დავპატიჟო? მე კიდე ფული არა მაქვს. აქ კიდე შემიძლია შევიდე და მოვიგო, იმიტომ რომ სულ ვიგებ და ვიგებ. ბიჭო, სულ ვერ მოიგებ, მე მაგას წააგებ. მე იმის ამოღებაზე იჩალიჭებ, მე იმასაც წააგებ. და ესე, იქამდე მიყვა სანამ ნეხყში არ გაიჩნდები და ვალებში და უბედურებაში. რატომ თარსაავ, ჰა? აი მოვიგებ თუ არა ეგრევე გამოვა. ხო, დაგიჯერე ეგრევე რა. არ გჯერა? ხო და თუ არ გჯერა, დააყენე მანქანა და წამოდი ჩემთან ერთად. სად წამოვიდე ბიჭო? ცოტა ხანი შემოდი და მიყურე, ოღონდ არ ითამაშო, პროსა მე მიყურე. მამა შენი კი არა ვარ. შემეშო. აუ, კოპს, ეხა მაგრად შემაშინე. მართლა ყველაფერი რო წავაგო, მე რა ვქნა, მაგრად გამიტყდება იცოდე. აი ძალიან კაი თუ დაიზმენი რა. აუ, ნახევარი საათი შევიდეთ და გამოვიდეთ, გაასორე რა. ცოტას გავერთობით რა. ჰა? ზუსტად ნახევარი საათი შემოყვები და ისიც შენ გიყურებ. მოსულა. ეხლა ნახე რა ჩავატარებ. შენ რაც გუშინ გააკეთე? აი დიდი არაფერი რა. 9200 ლარი დიდი არაფერია. შენ აქ რა გინდა? ანა სახლშია. გადაყოლეთ ახლა ჩვენზე ეს თვეები. ძალიან დიდი მოგვა, ძალიან გამეხარდა. ეს საერთოდ ესეთი რაღაცები არ მჩვევია, მაგრამ შენი შვილი ყველანაირ ზღვარს გადავიდა. ვერაფერს ვერ ხვდები და რა ქნა ჩემმა შვილმა? Oh my love, where have you gone? All I want is your ear.